manual to automation testing. ამ შეკითხვას ძალიან მარტივი პასუხი აქვს, თუმცა რატომღაც ყველას მაინც ერევა. ძირითადად ესეთ რაღაცები ხდება ხოლმე, რომ ადამიანი, რომელსაც საერთოდ არანაირი ცოდნა არ აქვს ტესტირებაში, პირდაპირ იწყებს Selenium-ის სწავლას, Playwright-ის სწავლას, არანაირი სწორი ტესტ кейსების წერა, არანაირი სწორი bug reporting-ის წერის შესწავლა, არც SDLC ცოდნა, მოკლედ არაფერი მსგავსი პირდაპირ კოდის სწავლა. და მე უბრალოდ ვერ იწყებენ მუშაობას. რეალურად, იმიტომ რომ მთავარი ფუნდამენტალური ცოდნა აქვთ გამოტოვებული. Manual testing გასწავლის უბრალოდ როგორ იფიქრო, როგორც ტესტერმა, როგორ დაწეროს სწორი ტესტ кейსები, როგორ გააშიადგინოს სწორი ბაგ-ტიკეტები, როგორ გარდაქმნა წაკითხული requirement-ები, ან წაკითხული მოთხოვნები ტესტებად. Automation-ი კი უბრალოდ ამ ყველაფრის კოდით შესრულებას გულისხმობს. მაგრამ რასაკვირველია, თუ არ შეგიძლია იფიქრო როგორც ტესტერმა manual ამ შემთხვევაში, რასაკვირველია ვერც automation ტესტებს გაწერს სწორად. ყველა კარგი automation ტესტერი, ვისაც კი ვიცნობ, აბსოლუტურად ყველა თავის დროზე manual ტესტერი იყო და პირველი manual testing-ი შეისწავლეს. შესაბამისად, ისწავლე პირველი manual testing-ი, ისწავლე ის სწორად და მერე ბევრად გაგიმარტივდება automation-ი. თუ მსგავსი კონტენტი გაინტერესებს, აუცილებლად გამოიწერე გვერდი.